რამდენჯერ გქონიათ განცდა, რომ აქ უკვე ყოფილხართ. რომ ეს ადგილი, ეს სურნელი, ეს სევდა უკვე იცით. მაგრამ ვერ ხსნით, რატომ? რეინკარნაცია, იდეა, რომ სული არ კვდება, არამედ სხეულს ცვლის. ხანდახან ჟღერს როგორც მითი. მაგრამ ზოგჯერ ის ჟღერს როგორც ახსნა. შემთხვევები, რომლებიც მეცნიერებამ ვერ ახსნა. 1970-იანი წლებიდან მოყოლებული ვირჯინიის უნივერსიტეტში მოქმედებს სპეციალური კვლევითი განყოფილება, რომლის მიზანია წარსული ცხოვრებების მეხსიერების ფენომენის შესწავლა. მისი დამფუძნებელი იყო ფსიქიატრი იან სტივენსონი, რომელმაც შეისწავლა 2500-ზე მეტი შემთხვევა. ეს ბავშვები, ძირითადად 3-დან 7 წლამდე, დეტალურად აღწერდნენ წარსულ ცხოვრებას. სახელს, ოჯახს, ადგილს, სიკვდილის ვითარებას. შემდგომი გამოძიებით მათი ამბები ხშირად დასტურდებოდა. ერთი ყველაზე ცნობილი შემთხვევა, შანტი დევი, ინდოეთი, 1930-იან წლებში. ის 4 წლის იყო, როცა დაიწყო საუბარი წარსულ ცხოვრებაზე, ქმარზე, შვილზე და ქალაქზე, სადაც არასდროს ყოფილა. გამოძიებამ დაამტკიცა, რომ ასეთი ადამიანი მართლაც არსებობდა, გარდაიცვალა მშობიარობისას. და შანტის მიერ აღწერილი დეტალები ზუსტი იყო. არის თუ არა ეს მტკიცებულება? ეს არ ნიშნავს, რომ რეინკარნაცია სამეცნიერო ფაქტია. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ არსებობს ფენომენი, რომელიც არ ჯდება მხოლოდ ფანტაზიის ან ტყუილის ჩარჩოებში. ნეირომეცნიერება ვერ ხსნის, როგორ შეიძლება ჰქონდეთ ბავშვებს ზუსტი ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, რომლებთანაც მათ კავშირი არ უნდა ჰქონდეთ. ფსიქოლოგები საუბრობენ კრიპტომეზიაზე, ანუ მეხსიერებაზე, რომელიც იქმნება უნებლიეთ სხვისი გამოცდილებით. მაგრამ შემთხვევების რაოდენობა და სიზუსტე მაინც ტოვებს კითხვებს. კულტურები, რომლებიც რეინკარნაციით ცხოვრობენ. ინდოეთში, ტიბეტში, ნეპალში და ბევრ აფრიკულ ტომში. რეინკარნაცია არ არწმენა, არამედ ცხოვრების ლოგიკური ნაწილია. ტიბეტელი ლამები ახალშობილებს არჩევენ, როგორც გარდაცვლილი ბერების რეინკარნაციებს. ეს პროცესი მკაცრად რეგულირდება და მოიცავს გამოცდებს, რომელთა შედეგიც წინასწარ არავისთვის არაა ცნობილი. კითხვა, რომელსაც ხშირად არ ვსვამთ. თუ რეინკარნაცია არ არსებობს, რატომ არიან ადამიანები, რომლებსაც ახსოვთ ის, რაც არ უნდა ახსოვდეთ? რატომ იღვიძებს ბავშვი და ამბობს, მამა, ადრე მე სხვა ოჯახი მყავდა? შენ კი იქ არ იყავი. ეს შეიძლება იყოს მექანიზმი, ჩვენი ტვინის უცნაური ნერვული ხრიკი. მაგრამ ზოგჯერ ის ჰგავს რაღაც უფრო ღრმა მესიჯს, კითხვას, რომელსაც ჯერ ვერ ვპასუხობთ. ჩვენ არ ვიცით, ბრუნდება თუ არა სული. მაგრამ თუ არსებობენ ისინი, ვინც რაღაცას იხსენებს, იქნებ ამასაც თავისი მიზეზი აქვს. თუ მოგეწონა ეს ვიდეო, გაუზიარე მეგობრებს. ასევე შეგიძლია გამოიწეროთ ჩვენი არხი, რათა არ გამოტოვო ახალი ვიდეოების გამოსვლა.